თქვენ უსმენთ პოდკასტს რადიო მაესტროზე. წარმოიდგინე წიგნი, რომელიც 600 წელზე მეტი არსებობს, მაგრამ დღემდე არავინ იცის, რას გვეუბნება ის. წიგნი, რომელსაც საუკეთესო კრიპტოლოგები, მეორე მსოფლიო ომის კოდების გამტეხები, სამხედრო ანალიტიკოსები და FBI სპეციალისტებიც კი ვერ შიფრავენ. მასთან უძლურია ხელოვნური ინტელექტიც. დღეს მოგიყვებით ვოინიჩის ხელნაწერზე, მსოფლიოს ყველაზე იდუმალ წიგნზე. პოდკასტში განვიხილავთ სამ მთავარ თეორიას. რას წარმოადგენს ეს ხელნაწერი? ეს გზავნილია კოსმოსიდან თუ დაკარგული ცივილიზაციის შესახებ ცნობა. იქნებ გენიალური თაღლითობა. თუ მოგწონს ასეთი ისტორიები, გამოიწერე რადიო მაესტროს YouTube არხი და ერთად გავაგრძელოთ მოგზაურობა წარსულში. წარმოიდგინე 1912 წლის ზაფხული, იტალია, ფრასკატი, რომის მახლობლად. მტვერში ჩაფლული ვილა, რომელსაც თითქოს დრო აღარ ეხება. და სწორედ აქ იწყება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოს ისტორია. ამ ისტორიაში მთავარი ფიგურა იყო არა უბრალოდ ბიბლიოფილი, არამედ ადამიანი სრულიად სხვა სამყაროდან. პოლონელი რევოლუციონერი ვილფრიდ ვოინიჩი. ის ახალგაზრდობაში ციმბირში იყო გადასახლებული. მოგვიანებით კი ლონდონში ანტიკვარული წიგნების მაღაზია გახსნა და იშვიათი ხელნაწერების ნამდვილი მონადირე გახდა. იმ ზაფხულს იგი აღმოჩნდა ვილაში, რომელიც ეკუთვნოდა იეზუიტთა ორდენს, ცნობილ მონდრაგონის ვილაში. ფინანსური კრიზისის ჟამს იეზუიტები იძულებული გახდნენ თავიანთი ბიბლიოთეკის ნაწილი ფარულად გაეყიდათ, რათა შენობის შენარჩუნება შეძლებოდათ. სწორედ ამ გარემოებაში, მტვერში და ნახევრად მივიწყებულ ყუთებს შორის, ვოინიჩმა პირველად ჩაიხედა იმ კოლექციაში, რომელიც მომავალში მსოფლიო გამოცანად გადაიქცეოდა. ის თავად იხსენებდა, რომ საცავში შესვლისას მის წინ ათობით ძველი ყუთი აღმოჩნდა. საუკუნეების მტვერში ჩაფლული, თითქოს დავიწყებული დროის ნაშთები. იეზუიტებმა მას უფლება მისცეს თავად შეერჩია რამდენიმე მანუსკრიპტი. ვოინიჩმა გადაავლო თვალი მდიდრულ, ოქროთი გაფორმებულ წიგნებს. მაგრამ უცებ მისი ყურადღება მიიპყრო ერთმა სრულიად შეუმჩნეველმა, გარეგნულად არაფრით გამორჩეულმა ტომმა. ეს იყო მომენტი, როცა ყველაფერი შეიცვალა. როდესაც მან წიგნი გადაშალა, მაშინვე მიხვდა, ეს ჩვეულებრივი ხელნაწერი არ იყო. პერგამენტი ნამდვილად ძველი იყო, მაგრამ ტექსტი სრულიად უცხო. არც ლათინური, არც ბერძნული, არც არაბული. არაფერი მსგავსი, რაც მას ოდესმე სცოდნია. ილუსტრაციები კიდევ უფრო უცნაური იყო. უცნობი მცენარეები, რომლებიც რეალურ სამყაროში არ არსებობდა და შიშველი ფიგურები, რომლებიც თითქოს ალქიმიურ ან უცნობ ბიოლოგიურ სისტემაში იყვნენ დაბადებულნი. ეს ყველაფერი არ ჩნდებოდა არც შუა საუკუნეების, არც რენესანსის, არც ერთ ცნობილ ტრადიციაში. ამ წიგნში ვოინიჩმა ასევე აღმოაჩინა ჩაკეცილი წერილი, დათარიღებული 1665 წლით. წერილი ეკუთვნოდა პრაღის უნივერსიტეტის რექტორს, იოჰანეს მარკუს მარტს, რომელიც წიგნს უგზავნიდა ცნობილ მეცნიერს და შიფრების ოსტატს ათანასე კირხერს. წერილში აღნიშნული იყო, რომ ამ ხელნაწერის ერთ-ერთი მფლობელი იყო იმპერატორი რუდოლფ მეორე, რომელმაც მასში 600 ოქროს დუკატი გადაიხადა. იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა. ვოინიჩმა ეს წიგნი სხვა 29 მანუსკრიპტთან ერთად შეიძინა და ლონდონში წაიღო. თავიდან ფიქრობდა, რომ მისი გაშიფრვა რამდენიმე კვირის საქმე იქნებოდა. მაგრამ ეს რამდენიმე კვირა გადაიქცა 18 წლიან შეპყრობილ ძიებად, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. მან ვერ შეძლო ვერც ერთი სიტყვის წაკითხვა, ვერავინ შეძლო. სწორედ ამიტომ დაერქვა წიგნს მისი სახელი, ვოინიჩის ხელნაწერი. და დღემდე რჩება კითხვა, რა არის ეს სინამდვილეში? ენის დაკარგული ფორმა, დაშიფრული შეტყობინება თუ ისტორიაში ყველაზე დიდი ილუზია? როდესაც მეცნიერებმა 2011 წელს რადიო ნახშირბადული დათარიღება ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ ეს პერგამენტი მე-15 საუკუნის დასაწყისშია შექმნილი, დაახლოებით 1404-1428 წლებში.
წიგნი მოიცავს 240-მდე გვერდს, უცნობის სიმბოლოებით სავსე ტექსტს, რომელიც არც ერთ ცნობილ ენას არ ჰგავს. არც ანბანი ემთხვევა სხვა მსოფლიოში ცნობილ ანბანებს, არც სიტყვები, არც სტრუქტურა, მაგრამ პარადოქსია. სტატისტიკურად ის ენის მსგავსად იქცევა. ანუ ეს არ არის შემთხვევითი ნახაზები, ეს არის რაღაც, რაც ენის წესებს ემორჩილება. უბრალოდ ჩვენ ვერ ვკითხულობთ მას. საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა თეორია გაჩნდა. ზოგი ფიქრობდა, რომ ავტორი იყო შუა საუკუნეების მოაზროვნე როჯერ ბეკონი. თავად ვოინიჩი ამას ამტკიცებდა კიდეც, მაგრამ მეცნიერებამ ეს იდეა დათარიღების შემდეგ უარყო. სხვა მკვლევრები ამბობდნენ, რომ ეს შესაძლოა ძველი თურქული დიალექტის დაშიფრული ვერსია იყოს. იყვნენ ისეთებიც, ვინც ფიქრობდა, რომ ეს უბრალოდ გენიალური თაღლითობაა, შუა საუკუნეების ფეიკი, ან თუნდაც თავად ვოინიჩის შექმნილი ილუზია. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი ის არის, რომ სავარაუდოდ ხელნაწერზე მინიმუმ 5 სხვადასხვა გადამწერი მუშაობდა. ანუ ეს არ არის ერთი ადამიანის სწრაფი ჩანაწერი. ეს არის ორგანიზებული, რთული სისტემა, რომელიც დროის განმავლობაში ექმნებოდა. ერთ-ერთი ყველაზე ბოლო კვლევით მულტისპექტრული სკანირების შედეგად პირველ გვერდზე აღმოაჩინეს მანამდე უხილავი ანბანის სვეტები, რაც მიუთითებს, რომ წიგნის ერთ-ერთი ადრეული მფლობელი, შესაძლოა პრაღელი ექიმი, თავად ცდილობდა მის გაშიფვრას. თანამედროვე ალგორითმები აანალიზებენ ტექსტის სტატისტიკურ სტრუქტურას. ზოგიერთი კვლევა მაგალითად ნაიბეს შიფრის თეორია ვარაუდობს, რომ ტექსტი შეიძლება იყოს ლათინური ან იტალიური ენის რთული კოდირება, რომელიც იმ დროისთვის არსებული ხელით შესასრულებელი მეთოდებით შეიქმნა. წიგნი დაყოფილია თემებად. ბოტანიკური ნაწილი ყველაზე დიდია, 125 გვერდი. მასში 113 მცენარეა დახატული, მაგრამ მათი უმეტესობა არარსებული ჰიბრიდებია. მაგალითად, ერთი მცენარის ფესვი სხვა მცენარის ფოთლებს უერთდება. ბალნეოლოგიური, ბიოლოგიური ნაწილი. გამოსახულია შიშველი ქალები, რომლებიც ბანაობენ მწვანე სითხით სავსე აუზებში. ეს აუზები დაკავშირებულია რთული მილსადენების სისტემით, რაც ზოგ მეცნიერს ადამიანის ორგანოების ან ქიმიური პროცესების სიმბოლურ გამოსახულებად ეჩვენება. ასტრონომიული ნაწილი შეიცავს 12 ზოდიაქოს ნიშანს, მაგრამ აქაც არის უცნაურობები, მაგალითად, თევზების ნიშანი გამოსახულია არა ზღვის, არამედ მდინარის თევზების მსგავსად. წიგნში სიტყვები ხშირად მეორდება, მაგალითად, ერთი და იგივე სიტყვა ზედიზედ 3-ჯერ. არ არსებობს ერთასოიანი სიტყვები, რაც უჩვეულოა ევროპული ენებისთვის. ზოგიერთი მკვლევარი ითვლის, რომ ეს არის აბჯადი, თანხმოვნოვანი დამწერლობა ან პროტორომანული ენა. გარდა ამისა, ხელნაწერში თითქმის არ გვხვდება შესწორებები, გადახაზული ადგილები ან წაშლილი ასოები. ეს ნიშნავს, რომ ავტორი ან წინასწარ მომზადებული ტექსტიდან გადაწერდა მას წარმოუდგენელი სიზუსტით, ან ისე ფლობდა ამ ენას, რომ შეცდომებს არ უშვებდა. ეს ძალიან უჩვეულოა შუა საუკუნეების ხელნაწერებისთვის. ხელნაწერში სიტყვების განაწილება ძალიან ჰგავს ბუნებრივ ენას, მაგრამ ერთი უცნაურობით. მასში თითქმის არ არის ფუნქციური სიტყვები, როგორიცაა და, კი, თუ, რომლებიც ყველა ენაში ყველაზე ხშირად გვხვდება. ამის ნაცვლად ტექსტი შედგება მაღალი ინფორმაციული სიმკვრივის მქონე სიტყვებისგან. ხელნაწერი შეიცავს უზარმაზარ დასაკეტს გვერდებს. ყველაზე დიდია ეგრეთ წოდებული როზეტების რუკა, რომელიც 6 პერგამენტის ფურცლისგან შედგება. მასში გამოსახულია 9 წრიული კუნძული, რომლებიც დაკავშირებულია გზებითა და ციხესიმაგრეებით. ზოგი თვლის, რომ ეს 64-ის რუკაა, ზოგი კი მიკროსკოპული უჯრედების გამოსახულება. კვლევებმა აჩვენა ისიც, რომ ვოინიჩის მანუსკრიპტი არ არის პალიმფსესტი, ანუ წიგნი, რომელზეც მანამდე სხვა რამე წერა და წაიშალა. ის თავიდანვე ამ ტექსტისთვის დამზადებულ სუფთა პერგამენტზეა დაწერილი, რაც იმ დროისთვის ძალიან ძვირი სიამოვნება იყო. პერგამენტის დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ იგი დამზადებულია ხბოსტყავისგან, რომელიც ევროპული წარმოშობისაა. თუმცა, საღებავების შემადგენლობა განსაკუთრებით ლურჯი საღებავი მიუთითებს იმაზე, რომ მასალები იმ დროისთვის ძალიან შორეული რეგიონებიდანაც შეიძლებოდა ყოფილიყო ჩამოტანილი. ულტრაისფერის სხივების ქვეშ კი პირველ გვერდზე გამოჩნდა წარწერა. იაკობი დე დეფენეს. ეს იყო იაკობუს ჰორჩინსკი, იმპერატორ რუდოლფ მეორის პირადი ექიმი და ბოტანიკური ბაღის მმართველი. ეს ადასტურებს, რომ წიგნი ნამდვილად იმყოფებოდა პრაღის სამეფო კარზე.
დღეს ეს წიგნი ინახება იელის უნივერსიტეტის ბაინეკეს ბიბლიოთეკაში, როგორც ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადაუჭრელი საიდუმლო. მთავარი კითხვა კი წლების განმავლობაში არ იცვლება. თუ ეს ტექსტი რეალურად რაღაცას ნიშნავს, მაშინ რას ვკარგავთ, როცა ვერ ვკითხულობთ მას? თქვენი აზრით, რა არის ვოინიჩის ხელნაწერი? რა შინაარსის მატარებელი შეიძლება იყოს ის? გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია და გამოიწერეთ რადიო მაესტროს არხი, რომ არ გამოგრჩეთ ახალი, საინტერესო ეპიზოდები.